ეს სიტუაცია რაც საქართველოში არის, ძალიან დიდი ხანია რაც დაიწყო, მე ესე ვფიქრობ. თავიდან როცა ეს მთავრობა მოვიდა 2012 წელს, ყველა ამბობდა, რომ ეს არის პროევროპული მთავრობა, ესენი ევროკავშირში შეგვიყავ, ნატოში და ჰაი თუით, მაგრამ ესე არ აღმოჩნდა როგორც არის აშკარა, ესენი არიან ჩვეულებრივი რუსები, ესენი არანაირი ევროპელები არ არიან. ხო, მაგრამ მაშინ ცოტა სხვა პერიოდი იყო. მაშინ სხვა პერიოდი იყო. მაშინ იყო 7 პარტია იყო, მაშინ ის კოალიცია იყო, ის არ იყო ეს ერთი კოალიცია პარტია. ქართული ოცნება იყო, ხო, მაგრამ იქ იყო პარტიები, სხვა პარტიები, რომელთა ეხლა ევროპულ მისწრაფებთან დაკავშირებით არავის არ ქონდა კითხვის ნიშნები, ხო? რაღაც დროთა განმავლობაში ამან მოიცილა ყველა ეს პარტია და დარჩა ეს მარტო. ანუ აი ეს არის ზუსტად საიდანაც იწყება უკვე კითხვები, რომ რატო ხდება ეს ყველაფერი და თავისივე კოალიციის წევრები ძალიან ცუდათაც მოიცილა, ხო? ბევრზე გამოძიებაც დაიწყო და ასე შემდეგ, ამიტომ უკვე აშკარა იყო, რომ რაღაცა ხდება არასასიამოვნო და ნუ ცხადია, ხა, თუნდაც რუსი ოლიგარქის ხელში ჩავარდება ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს დაბალანსების სისტემა, ანუ არაფერი არ აბალანსებს, უკვე ძალიან დიდი პრობლემაა.